სოფო, გაითვალისწინე, რომ ძალიან ბევრი არასანდო სააგენტოა. ფრთხილად იყავი რა. ძიძა, უკვე დავრეკე სააგენტოში და ხოლმე რამოდენიმეს გამოგვიგზავნიან. ხოთა შორის ძალიან კარგი სააგენტოა. Baby smile. და რამდენი უნდა გადაუხადო? მაგ შენ ძიძას 600 ლარი. 600 ლარი? 600 ლარი მე გადამიხადე და მე მოვული ბავშვებს. შენ ძიძის პრობლემა მოგიხსნება, მე სამსახურის. დევან, როგორც ყოველთვის არასერიოზული ხარ. ბავშვები, წავედით. ძიძების სააგენტო Baby Smile. Ვაიმე, იცით რა არის? ბავშვების ახლა ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. მათ არ უნდა მოაკლდეთ ციცბო და მზრუნველობა. იცით, მთავარია ბავშვების გარშემო ყოველთვის სიმშვიდე და სიწყნარის ყოფდეს. კი, მაგრამ თქვენ როგორ შეძლებთ ჩემი შვილების მოვლას? რასაც თქვენ შვილებს ვაჭმევ, იმას ვაჭმევ ჩემებსაც. კი, მაგრამ თქვენებსაც და ჩემებსაც ერთად როგორ მოვულით? თუ იმდეს გადამიხდით, რომ ჩემს შვილებს ცალკე ძიძა აუყვანო, მე პრობლემა არ მაქვს. აიმე. ბავშვებს 12-ის მერე ვერ დავიტოვებ. მაგდროს მეგობრების სასაფლაოზე ვიგრებებით. რატომ? კატას ვწირავთ და არ გვცელია. ხო ისე, კატა არ ყავთ? იცით, თუ ასეა სამწუხაროდ ჩვენ ვერ შევთანხმდებით. სოფო შვილო, ნომერი ჩაიწერე. ბავშვებს თუ არა მე გამოვადგება მაინც. მოხუცი ვარ. მამა. რა თქვი ახლა ისეთი მე, ჰა? თქვენ ბავშვების მოვლა შეძლებთ? ბავშვების მოვლა შეძლებთ? არა მე უშანგი მომიყვანა. ვინ? გონი მეძახის უშანგი. იცით, ნუღელავთ, თქვენი შვილები საიმედო ხელში არიან. მე მათ სკოლის დავალებებთან ერთად შევასწავლი საბრძოლო ხელოვნებას. იცით, მე სამგზის ჩემპიონი გახლავართ კარატეში. დედი! გისმენთ? სოფოპიტალდებით ლობჟანიზე? დიახ. გამარჯობათ. მე ძიძების სააგენტოში მომცეს თქვენი ნომერი. ხომ არ გიპოვიათ? სამწუხაროდ არა, თუ საბედნიეროდ არ ვიცი. მე მესმის თქვენი თქვენ ალბათ შუახნის სիմპათიური მოსიყვარულე ქალბატონი გჭირდებათ, იმიტომ რომ იცით რა ძნელია ამ დროში ძიძის პოვნა. მე გებით ალბათ თუნდაც რომ ავიღოთ ბეჟამის პოგის მიხედვით, ბავშვის აღზრდა უნდა იყოს მაქსიმალურად სიყვარულში და გარემო უნდა იყოს შექმნილი სათანადო, რათა ბავშვი შემდეგ გახდეს საზოგადოების სრულუფლებიანი წევრი და მოახდინოს ძალიან მარტივი ინტეგრაცია. მე დახმებით ალბათ, ხო?